50 წელია, რაც მუშაობ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელკვეთის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ამ ხნის განმავლობაში სკოლაში ყველა საფეხური მაქვს გავლილი ორგანიზატორობიდან, სასწავლო ნაწილობიდან დაწყებული და დაბოლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც ვიყავი, რომელიც ჩემი კარიერა დასრულდა 2014 წელს. და კვლავ, რა თქმა უნდა, დიდი გულისხმიერებით შევუდგე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიას. რა თქმა უნდა, მასწავლებლობა ეს ჯერ სიტყვა ისეთი კარგი მოსასმენია, ესეთი სასიამოვნოა გულს რომ მოხვდება. მე ასე მიმაჩნია, რომ კარგი მასწავლებელი ნამდვილად სული და გულით უნდა იყოს მასწავლებელი. თითოეულ მოსწავლის სულსა და გულს უნდა ჩაწვდეს. უნდა გაიგოს მისი შინაგანი ბუნება, მისი შინაგანი თვისებები. კარგი უჭირს რამე თუ დალხინებულია, რადგან ჩვენი ბავშვები, მოსწავლეები, მომავალი თაობა ეს მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენი თაობა, რომელიც უნდა აღიზარდოს უდიდესი პატრიოტული სულისკვეთებით, უდიდესი მოყვასისადმი დიდი სიყვარულის გრძნობით და რაც მთავარია, უნდა იზრუნონ, რომ შვიდობიან საქართველოს წინსვლისა და განვითარებისათვის. 50 წლის განმავლობაში, რაც მკვეთის საჯარო სკოლაში ვიშრომე მოსწავლე ახალგაზრდობის წინაშე, დავიბრძოლე მათი სწავლა-განათლებისათვის, რომ მიეღოთ კარგი სწავლა-განათლება, ამისათვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა და რესურს ცენტრმა გადმომცეს სიგელი სკოლაში წარმატებული მოღვაწეობისათვის და ასევე მომანჭეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება. მაგრამ ყველაზე მეტად სასიხარულო გახდათ ჩემთვის განათლების სამინისტროს მიერ გადმოცემული სიგელი სკოლაში მოსწავლე ახალგაზრდობის სანიმუშო აღზრდისა და მათი სწავლა-განათლებისა. კიდევ მეტად სასიხარულო გახდათ, როდესაც განათლების სამინისტრომ 2025 წლის 27 ოქტომბერს მოახდინა დაჯილდოება საქართველოში ღვაწლმოსილი 10 საუკეთესო პედაგოგისა. რაც შემდგომ წლებში, რა თქმა უნდა, ეს ტრადიციულად იქნება ყოველთვის და რაც კიდევ მეტ ძალასა და ენერგიას და ძალისხმევას მოგცემს თითოეულ მასწავლებლებს, რომ კიდევ მეტად ვიბრძოლოთ ჩვენი უკეთესი მომავალი ცხოვრების წინსვლისათვის.